გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი ჩავარდა. დავით რაზმაძე თანამდებობაზე რჩება. ოპოზიციური პარტიის 12 წევრიდან დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე 11 გამოცხადა და ერთმა კი ბიულეტენი გადახაზა და გაბათილდა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიციატივა ოპოზიციური პარტიების ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასა და გახარია საქართველოსთვის დეპუტატებს ეკუთვნით. აღნიშნული კი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი ინტერვიუ New York Times-ში გამოქვეყნდა. ჟურნალისტის მტკიცებით დავით რაზმაძემ რუსეთის საოკუპაციო ძალებს მშვიდობის მყოფელები უწოდა, რაზეც გორის საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ტყუილია. ინფორმაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრითაა დაკომპლექტებული თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის კი 19 წევრის ხმაა საჭირო. დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე ჯამში 14 საკითხი იყო წარმოდგენილი. 21 საუკუნეში ადრე თუ იყო ლეკიანობა, დღეს არის რუსიანობა. დღეს ნაბიჯ მოიწევს ოკუპანტი საქართველოში და ამაზე ხმას არავინ არ იღებს. სწორედ იმიტომ რომ დავით რაზმაძის განცხადებები, ნაომარი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება არის მოღალატეობრივი. თავს ვერ მივცემთ უფლებასო ვისხდეთ ამ ხდომათა დარბაზში. სწორედ ამიტომ ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დავტოვეთ ხდომათა დარბაზს და არ ვაპირებთ აი ფარში მივიღოთ მონაწილეობა, რასაც დღეს საკრებულოს ხდომა ქვია. ეს გადაწყვეტილება, რაც ქართული ოცნების საკრებულოს წარმომადგენლებმა გააკეთეს, არ აზიანებს მათ გარდა არავის, იმიტომ რომ დავით რაზმაძის პოლიტიკური განაჩენი ისედაც გამოტანილია, ის მომდევნო საკრებულოში აღარ იქნება. მეორეს მხრივ ისტორიული განაჩენი დავით რაზმაძისთვის გამოტანილია ისე თავისი თავიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ის არის მოღალატე, დეკლარირებული და მას ვეღარავინ ვერაფერს მეც ვერ დააკლებს, რაც მან თვითონ თავის თავს დააკლო. ჩატარდა ეს დადგმული სპექტაკლი ნაციონალური მოძრაობისა და მის სატელიტებისა და თავიდანვე ვიცოდი შედეგი, იმიტომ რომ ჩემი თანაგუნდელები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩვენ არ მივიღებთ ამ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა. ვერასოდეს ვერ იქნები შემგუებელი ჩემი ქვეყნის გამყიდველებისა, რომლებიც გაყიდულები არიან იმ უცხოურ, ასე ვთქვათ, გრანტებზე, რომელიც ნენელა მათ შეეზღუდება და ეს ყველაფერი ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტზე, ჩემი ქვეყნის იდენტობაზე მოქმედებს, ამას ყოველთვის გავაჟღერ. მაგრამ ერთს ყველასთვის გასარკვევად ვიტყვი, რუსი არის აგრესორი 18 საუკუნის დასაწყისიდან და რუსეთი და მისი, ასე ვთქვათ, პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელია თელი ჩემი ცხოვრება და ეს ზღაპრები მათი მოგონილი. ეს იყო წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, ანუ კონცერტი, ასე დავარქვათ, რომელიც წინასაარჩევნოდ გამიზნული იყო ტელევიზიებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას, იმ საელჩოებისთვის და ელჩებისთვის, წარმომადგენლები, რომელიც მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციას და ამაში ჩართული იყო ის ჟურნალისტი ჩართულია, რა თქმა უნდა, და თქვენ სტატიას თუ წაიკითხავთ, იქ ეწერა, რომ მიშა სააკაშვილი თურმე იყო დემოკრატიის შუქურა და ქებადიდება აქვს შესხმული, ამიტომ თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს სპეციალურად იყო გამიზნული. რა თქმა უნდა, უმრავლესობა და მათ შორის მეც კატეგორიულად ვემიჯნებოდი და არ ვეთანხმებოდი აღნიშნულ ბრალდებებს. ორი სიტყვით ვიტყვი, რომ თვითონ გამოწვეული შეთითხილი ბრალდება არსად არ დასტურდება ის შინაარსი, რომელიც გავრცელდა მასმედიაში და სოციალურ ქსელში, რომ ამ ფორმულირებით ისაუბრება ბატონმა დავითმა უცხოელ ჟურნალისტთან და აქედან გამომდინარე უსაფუძვლოდ მიგვაჩნდა აღნიშნული საკითხის გამო, მაგრამ ვალდებულები ვიყავით, რომ პროცედურები დაგვეცვა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამ 12-დან 11-მა საკრებულოს წევრმა და ერთი ბიულეტენი ბათილი იყო და 10 ბიულეტენი თანახმა იყო, 10 საკრებულოს წევრი იყო თანახმა ბიულეტენების მიხედვით, რაც არ არის საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად. იცით, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უნდა დაეთანხმოს საკრებულოს სიით შემადგენლობის უმრავლესობა. შესაბამისად, გადაწყვეტილებათა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაყენების შესახებ არ იქნა მიღებული და იმავე რეგლამენტი და თვითმმართველობის კოდექსით აღნიშნული საკითხი აღარ შეიძლება დადგეს განმეორებით უახლოესი 3 თვის განმავლობაში.